ოკუპირება, ყირიმის ოკუპირება. ეს ყირიმის ოკუპირება მოხდა 2014 წელს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბაიდენზე, მაგრამ იმ პერიოდში იყო პრეზიდენტი ობამა, შემდეგ იყო პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ მოვიდა ბაიდენი, ახლა კлау ტრამპია და იმედი მაქვს რომ ტრამპი შეერებს მას, მაგრამ 2014 წელს არავინ ესაუბრებდა მას. უბრალოდ მოახდინა ოკუპირება და დახოცა ადამიანები. ეს მოხდა 2015 წელს, არა 2014 წელს. მე არ ვიყავი აქ 2014 წელს. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ 2014 წელს 2022 წლამდე, აი ამ პერიოდში სიტუაცია არ შეცვლილა. ადამიანები იხოცებოდნენ და არავინ შეაჩერა ის. ან იცით რომ ჩვენ გქონდა მასთან საუბარი, ძალიან ხშირად გქონდა საუბარი, ორმხრივი საუბრები და მოვაწერეთ მასთან. პირადად მე 2019 წელს მასთან მოვაწერე შეთანხმებას ხელი, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, მასთან, მაკრონთან და მერკელთან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ყველა მათგანმა მითხრა, რომ ის არასოდეს დაარღვევდა ამ კონტრაქტს. ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ამ კონტრაქტს ხელი, მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, მან დახოცა ჩვენი ადამიანები. შემდეგ ხელი მოვაწერეთ პატიმრების გაცვლის შეთანხმებას, მაგრამ ის არ მიჰყვა ამ შეთანხმების პირობებს. რა დიპლომატიაზე საუბრობთ? რას გულისხმობ დიპლომატიაში საერთოდ? მე ვსაუბრობ იმ დიპლომატიაზე, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებას მოუღებს ბოლოს. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი აზრით, ეს არის პატივცემულობა ამერიკის მედიის წინაშე, ასე ხისტად საუბარი, რადგან თქვენ ამჟამად გაქვთ ადამიანურ ძალასთან დაკავშირებული პრობლემები და არასრულწლოვნებს მიერეკებით წინა ხაზებზე. გასაგებია, თქვენზე უკეთ მე ვიცი უკრაინაში არსებული მდგომარეობა. კი, მაგრამ მე თვალს ვადევნებ ახალ ამბებს და ვიცი რაც ხდება თქვენ ვარს ამბობთ ამაზე, რომ ასე ვთქვათ, აწყდებით პრობლემას, რომ გაიწვიოთ ხალხი ჯარში. იმიტომ რომ თქვენ ახლა იმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში და უტევთ იმ ადმინისტრაციას, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებისგან დაცვას ცდილობს. ომის დროს ყველა აწყდება პრობლემებს, თქვენც კი, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ოკეანე შუაში და არაფრის გეშინიათ, მაგრამ მომავალში ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ღმერთმა დაუწოს ამერიკა. არ გველაპარაკობთ იმაზე, ჩვენ რას ვიგრძნობთ მომავალში. არ გეუბნებით ამას ნამდვილად. მე უბრალოდ ჩემს პოზიციას ვაჟღერებ. თქვენ არ იმყოფებით ახლა იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახოთ ჩვენ რას ვიგრძნობთ მომავალში. ჩვენ ძალიან კომფორტულად ვიქნებით მომავალში, ძალიან კარგად და ძლიერად. თქვენ ამჟამად არ იმყოფებით კარგ პოზიციაში. ომის გამო არ ვართ კარგ პოზიციაში. ომის დაწყებიდან მოყოლებული ვიმყოფებით ძალიან ცუდ პოზიციაში. რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ თქვენ არ გაქვთ საჭირო, ასე ვთქვათ, კოზირი იმისათვის, რომ ასე ილაპარაკოთ. თქვენ ფსონად ჩამოდიხართ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. თქვენ ფსონად დებთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს და თქვენ ასეც აკეთებთ, არის უპატივცემულობა ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართ. მე პატივს გცემთ პირადად თქვენ და პატივს გცემ მთლიანად თქვენს ქვეყანას. გასაგებია, მაგრამ თქვენ წახვედით პენსილვანიაში და ოპოზიციისათვის გამართეთ კამპანია, ჩაერთეთ კამპანიაში და წახვედით იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის გადარჩენას. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ამაღლა ისაუბრებთ უკრაინის ომის შესახებ, ის არ საუბრობს, თქვენი ქვეყანა არის ძალიან ცუდ სიტუაციაში. თუ შეიძლება დამასრულებინეთ, თქვენი ქვეყანა არის ძალიან ცუდ სიტუაციაში. მე ვიცი, თქვენ ვერ მოიგებთ ამ ომს. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვიბრძვით. ომის დასაწყისიდან ჩვენ ვიყავით მარტო და მე ნამდვილად ვარ მადლიერი დახმარებისათვის. ჩვენმა სულელმა პრეზიდენტმა 350 მილიარდი დოლარი გადმოგცა. ჩვენ მოგეცით ასევე სამხედრო აღჭურვილობა. ვიცი რომ თქვენი სამხედროები არიან ძალიან მამაცები, მაგრამ ეს ჩვენი შეიარაღება რომ არ გქონოდათ, ომი დასრულდებოდა 2 კვირაში. დიახ, ეს პუტინისგანაც მომისმენია, რომ 3 დღეშიც კი დასრულდებოდა, 2 კვირაში დასრულდებოდა. ეს უკვე ძველი ისტორია.
მე ძალიან ბევრჯერ გადავუხადე მადლობა ამერიკას. გასაგებია რომ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მოდი ახლა შევამსუბუქოთ უკეთესო თანხმოვებები იმის ნაცვლად რომ მედიის წინაშე ვიდაოთ, როდესაც თქვენ მცდარ პოზიციას აღღერებთ, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს არის მცდარი პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს აქ ვიმყოფებით, სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ ეს ყველაფერი. თქვენ უნდა იყოთ მადლიერი, თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები, რომ ასე ილაპარაკოთ. თქვენი ხალხი იხოცება, თქვენ გიმთავრდებათ სამხედრო ძალა და ამის შემდეგ მეუბნებით რომ ცეცხლის შეწყვეტა არ მინდა, ცეცხლის შეწყვეტას ვერ მოვაწერ ხელს და მინდა რომ განვაგრძო ეს პროცესი. თუ ცეცხლის შეწყვეტის პროცესი თქვენი ჩართულობით მოხერხდება ახლა, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. მე ვთქვი რომ მინდა ომის შეჩერება, მაგრამ ჭირდება გარანტიები. კითხეთ აბა ჩვენ ხალხს რას ფიქრობენ ისინი ომის შეწყვეტის შესახებ. ეს იყო ბაიდენის პოზიცია, რომელიც არც ისე ჭკვიანი იყო, რომ გაგრძელებულიყო ომი. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ახლა თქვენს პრეზიდენტობაზე ვსაუბრობთ. მე გადმოგეცით ჯაველინები, რათა გაგენადგურებინათ მტრის ტანკები. ობამამ გადმოგცათ არაფერი. და ტრამპმა გადმოგცათ ჯაველინები. ეს ვიცით. ამიტომ მადლიერება უფრო მეტად უნდა გამოხატოთ ჩემი მიმართ, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად თქვენ გაქვთ შესაბამისი კოზირები, მაგრამ ჩვენ გარეშე არ გაქვთ ეს ძლიერი შლები. კი ბატონო, უბრალოდ ეს პოზიცია უნდა შეიცვალოს. What are you saying? She's asking what if Russia breaks the ceasefire? რა მოხდება თუ კი რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას? მაშინ რა მოხდება თუ კი ბომბი დაგვეცემა ამ წამს თავში? არ ვიცი. ბაიდენთან რატომ შეწყვიტეს, რატო დაარღვიეს შეთანხმება ის ვიცი, იმიტომ რომ მას პატივს არ სცემდნენ. ვიცი რომ ობამას არ სცემდნენ პატივს, მაგრამ მე მცემს პატივს. ეს ვიცი. რუსეთი ჩემმა წინა მორბედებმა გამოიყენეს როგორც საფრთხობელა. ეს იყო ჯო ბაიდენის სკამერული სქემა. დემოკრატიული პარტიის სკამერული სქემა. და საბოლოოდ მივიღეთ ომის შედეგად. ის დადანაშაულებული იყო ამ ყველაფერში. ეს ყველაფერი წამოვიდა ბაიდენისგან და ეს ყველაფერი იყო საშინელება. და შემდეგ ყველაფერი დაბრალდა რუსეთს, 51 აგენტს. ყველაფერი ეს იყო სკამერული სქემა, მაგრამ მას არ ჰქონდა არჩევანი. გასაგებია რომ პუტინმა დაარღვია ობამასთან, ბუშთან და ბაიდენთან შეთანხმებები, ვიცი რომ დაარღვია, ან შეიძლება არც დაურღვევია, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ჩემთან ვერ დაარღვევს შეთანხმებას. თუ ჩემთან უნდა შეთანხმება, მე ვიცი რომ ამ შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ თქვენ ვერ იქნებოდეთ ძლიერ პოზიციაში ამერიკის გარეშე. თქვენი ხალხი არის ძალიან მამაცი, მაგრამ ან მოაწერთ შეთანხმებას ხელს, ან ჩვენ დავტოვებთ ამ მოლაპარაკების პროცესს და თუ ჩვენ დავტოვებთ, მაშინ ნახავთ, რომ სიტუაცია ძალიან გართულდება. თქვენ არ გაქვთ ძლიერი